საღამოშვიდობისა ნიკა. მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე და მიხარია რომ მესამე ფურცლის მეორე ეპიზოდს თითქმიანი პაუზის შემდეგ შენთან ინტერვიუთი დავიწყებ. მოკლედ არასდროს არ გაკლდათ მაწვერში ჭაღარა და ეხლა სუნთლად გათეთრებული ხარ. ასაკის ბრალია თუ ნერვიულობის? ნერვიულობის დანამდვილებით არა, იმიტომ რომ მანამდეც ეგრე ვიყავი პრინციპში. ეხლა უფრო მოშვებული მაქვს მაწვერი როგორც ჩემამ და უფრო მეტად ეთყობა, მაგრამ გენეტიკურიც მაქვს, მამა ძალიან ადრე გაჭაღარავდა და მეც სადღაც 25 წლიდან დავიწყე. კი, არ გეკითხა. უბრალოდ ციხიდან რომ გამოხვედი ეხლა ბოლო გამოსვლისას, ძალიან შესამჩნევი იყო შენი სითეთრე. კითმას არ ვიღებავ. ზოგიერთებმა თქვენს რომ არა, მაგაში პრობლემას კი ვერ ხედავ, ვინც ეგრე თulis საჭიროდ. ისე თეთრიაო, ნახეო და ესე იგი გარეთ მას იღებს არის, შეგრე არ არის უბრალოდ შესაბამისად ვიბალამთ მას რა. როგორც ხდება ჭაღარათ მას, ჭირდება ჭაღარათ მის შესაბამისი დასაბანის საშუალებები. ნუ ეხა იქ შეუძლებელი. მაგრამ არა უშავს, მე მომწონს ჭაღარა. კი. მემატება და მემატება. სხვა შორის მეც გენეტიკურად და მამა ჩემის ქონდა ესე ნიკაპი თეთრად და პირველად რო წვერი გამითეთრდა და მამა ჩემს რომ მივამსგავსე ჩემი თავი, ვიფიქრე რომ აუცილებლად გავიზრდიდი ამ წვერს. მაშინ ჩვენი დირექტორი იყავი და მეჩხუბებოდი წვერი თეთერში არ დადა. მე არ გეჩხუბებოდი. შენ არა, მაგრამ სხვა ეგეთი რაღაცა მისგან შედგებოდა. ხო გახსოვს იმპერატივების მაგრამ ნავსი ხო გავტეხეთ. სწორად. მე მგონი. კი, და სხვა შორის ხო. ჯეთი უკვე აღარ არის, წვერი აღარ ითვლება იმათ რაღაც. ნუ სხვადასხვა დროს სხვა რამე ითვლება და მე მგონია რომ ადამიანები ისე უნდა გამოიყურებოდნენ როგორც ჯობია. ხო, შენ მოსლამ კურიერში ბევრი საინტერესო რამ შეცვალა, ამაზე ალბათ ამ ინტერვიუში არ ვილაპარაკებთ, ისევ დაუბრუნდეთ ალბათ საკანში. რაღაცნაირად ძალიან გადაგეკიდა გიძინა ივანიშვილი თუ მთლიან ქართული ოცნება, ალბათ ივანიშვილი და შემდეგ ქართული ოცნება, მე რამდენი პატიმრობაა და ბევრჯერ მოგიწია საკანში, სამარტო საკანში ყოფნა და შესაბამისად სიჩუმეშიც დიდი დრო გაატარე. ალბათ ვერც წარმოიდგენდი რომ ამდენ ხანს იქნებოდი ჩუმად. მე თვითონ? არც თუ ჯერთი მე საკუთარ თავს ველაპარაკები ხოლმე, როცა ვფიქრობ. მაინც ჩუმეა ეგ. ხო, არა ხმამ ახლა. პასუხს რო არ გიბრუნებენ, მაინც არა, როცა მარტო ვარ ხო, მაგრამ არა, კარიან ადამიანებისთან ლაპარაკი შეიძლება ექიმებთან, ბადრაკთან და ამ შემდეგ კარგი ადამიანებს ხო შორის. და მოვიკითხავ მათაც და ნუ სოციალიზაცია საჭიროა და ხო, მაგრამ ნუ ეს იშვიათად ხდება ცხადია დღეში ერთხელ ან ორჯერ ცოტა ხნით ცხადია, მაგრამ მე მიყვარს იჩუმე, მარტო ყოფნაც მიყვარს ასე. ვიღაცისთვის ძალიან დამთრუნველია და მესმის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ტემპერამენტს გააჩნია, ხო? მე ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა ეს და ეხა ისეთი გადაღლილი ცხოვრება მქონდა, ისეთი ეტაპები იყო, რომ მეორეჯერ უკვე მეგონა რომ ძალიან მოსაბეზრებელი იქნება, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. ეხა უკვე ნაკლებს კითხულობდი და უფრო მეტად წერდი, ფიქრობდი, გეოგრაფია, რუკები, დიდი ატლასი მქონდა და ანუ კრებული რა რუკების და ყველაზე მთავარი გასართობი ეგ იყო, გასართობი ქალაქებს კი არ ვიზრდები. ანუ რაღაცა გეოპოლიტიკას და გეოგრაფიულ ეკონომიკას უფრო მეტად უყურებდი როგორ და რანაირად, იმიტომ რომ მგონია რომ ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ეგ საქართველოს კორიდორი, როგორც მე ვამბობ და ცოტა გიჟი ვეგონებთ. ხალხს ციხიდან მოსვლის მერე ჩვენ რეალობა გვაქვს რომ ნიკოპსიდან დარუბანდამდე იყო საქართველო. აი ეს ისტორიული მისია შესრულებადი იყო, ეს გეოგრაფიული ნიკოპსიდან დარუბანდამდე არ არის, გეოპოლიტიკური ნიკოპსიდან დარუბანდამდე, ანუ კონტროლი კასპიიდან შავ ზღვამდე კორიდორის. ეს სავსებით რეალურია. საინტერესოა, ცოტა ბერი გავარჩიოთ ეს, მაგრამ ამაზე წერდი? ძირითადში. და ძირითადში აი ნაკლებს კითხულობთ, რო გითხარი, ანუ კითხულობდი უფრო ანუ დატას რა ეგრეთ წოდებული ციფრულ მონაცემებს, ძირითადში ეკონომიკურ მონაცემებს, ბრუნვის მონაცემებს, გამტარობის მონაცემებს, დაბეგვრას ამ ქვეყნების, რომლებიც ამ ცენტრალური აზიიდან შავ ზღვამდე არიან ევროკავშირის რეჟიმს და ანუ ძირითადში აი რაც მაინტერესებდა ნუ საკითხავს ამას ვერ დავარქ, მე ვხედავ რომ შეიძლება კითხვის რეჟიმით ხდება ამისათვის, უფრო ტექნიკური ინფორმაციაა და ამიტომ ამაზე უფრო მეტ დროს ხარჯავდი და მათ შორის წერდი, საინტერესოა არის ჩემთვის ეს თემა, ეხლა ამ წუთში ყველა საინტერესოა შუა კორიდორის თემა. ამაზე გარეთაც მუშაობ? კი.
ეს არის ჩემთვის როგორც გითხარით ყველა საინტერესო თემა. სამწუხაროდ დღის წესრიგით თავარ თემად ვერ ყალიბდება, იმიტომ რომ სულაც სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ. ახლა გვიწევს ლაპარაკი იმაზე, როგორ გადარჩეს ეს ქვეყანა საერთოდ. და ამისთვის ბრძოლა, მაგრამ აუცილებლად მოვა ეს დრო, როცა ამაზე ვილაპარაკებთ. ძირითადად არც ქართულ პოლიტიკოსებს არ უყვართ მაინც და მაინც ესეთი ტიპის თემებზე ლაპარაკი და არც მაინც და მაინც კვალიფიკაცია აქვს ამ დეტალური და ამას საყვედურის კუთხით არ ვამბობ, ქართული პოლიტიკური და ზოგადად პოლიტიკური კულტურა უფრო სხვა ტიპის კვალიფიკაციებს მოიცავს და უნარებს განსაკუთრებულად. მე მაინც წარსული თანდაყოლილი რაც მაქვს, მაინც მაინტერესებს რომ მად მივხვდე, იმიტომ არა რომ ეხლა აქ მოვყვე დაბეგრის რეჟიმი როგორია ყაზახეთში და სინქრონიზება როგორ უნდა მოხდეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი აზრი მაქვს თავისთავად ცხადია, მაგრამ არა, იმიტომ რომ ზედაპირულ საკითხებზეც რომ ვიმსჯელო, ამისთვის სიღრმით ცოდნა აუცილებლად მჭირდება. ანუ როგორ იმსჯელებ, ეს მეორე საკითხია, შენ უნდა გადაწყვიტო, მაგრამ რა ტიპის ცოდნით უნდა იყო აღჭურვილი, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ჭრილში, ან ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სიბრტყის საუბარი მარტივი იყო შენთვის, ეგ ცხადია რა. ვერტიკალური გათხრა ყოველთვის საჭიროა. კი, მაგრამ ალბათ ეგ უფრო მოგვიანებით ჩვენს თავად სწორად აღნიშნე, რომ ჯერ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი არის ცვლილება, რომლის გარდაულობაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მოგვიანებით ისევ ცოტა ხანით საკანში დავრჩეთ ჩვენის ნებართვით. ამ დიდ სიჩუმეში მარტო ბიძინა არ მაბრუნებს ხოლმე ციხეში, როგორც აღმოჩნდება. ამ დიდ სიჩუმეში, რომელსაც ჩვენ სიჩუმეს არ დაარქმევდი, შენი მრავალი გონებიდან ვინმე ახალი ხომ არ გაიცანი? ჩემთან შიგნით? ხო, არ არის ეს კარგი, ბევრი ხალხი რო ყავს თავში, მაგრამ ყველა გამოცდილება სასარგებლოა სიკვდილის გარდა მოგეხსენება. კი, ანუ ვინმე ახალი არ ვიცი, მაგრამ ახალ რაღაცებს ყოველთვის პოულობს აქტუალ თავში, როცა მარტო ხარ. მარტოყოფნას რისკიც არის, იმიტომ რომ ზედმეტად უღრმავდები შენ თავს და ისეთ რაღაცებს ხედავ, რაც რეალობა არ არის რა. ანუ ზედმეტად ან რეალობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გამიწყია ფიქრი, რაღაცა ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცა პრობლემატური საკითხები, რაც კი დაგროვილა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ იმდენით რომ მქონდა, რომ ესე გადავხედავდი და მე რაღაცა ამას მოაქვს თავის ნეგატიური ენერგიის დაგროვება ცხადია. ციხეში ეს არ ვარგა, ციხეში ძალიან ცუდი მოკავშირეა ბრაზი, წენა, ეს ყველაფერი ცუდი მოკავშირეა ძალიან. უნდა შეეცადო, საერთოდ პატიმრის მოვალეობა არის და ფუნქცია არის საკუთარი თავის გადარჩენა, წონასწორობაში შენარჩუნება. არ უნდა იფიქროს პატიმარმა დიდად, რა ქნა, როგორ იქნებოდა უკეთესი, რომ ესე არ ექნა, რაღაცა პერიოდი იფიქროს, მაგრამ სულ ამაზე არ უნდა იფიქროს. გარეთ ყოფებზე რაც შეიძლება ცოტა უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ეს ყველაზე მძიმე ნაწილია. ყველაზე მძიმე ნაწილია ციხეში ყოფნის გარეთ ყოფებზე ფიქრი. ხო, შეეცადოს რომ თავის რუტინაზე, ხო, რთულია პოლიტიკოსისთვის, რომ და ნებისმიერი ადამიანისთვის არის რთული რომ გარეთ ყოფებზე ცოტა იფიქროს, მაგრამ პოლიტიკოსისთვის რთულია რომ გარეთ მიმდინარე მოვლენებზე არ იფიქროს. მაგრამ კიდევ უფრო რთულია რომ გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატურად იფიქროს. ეს ძალიან რთულია სინამდვილეში ციხეში კონტექსტს ვერ გრძნობ. ძალიან შორს ხარ და გრძნობ ტელევიზიებით რასაც ამბობენ, ან შემოსული ადამიანები რასაც გიყვებიან და როგორც წესი ახლა ეს გამტარია, ხო, ფილტრია რაღაცა და თავისი პრიზმით გაწვდის ამ ინფორმაციებს და ეს არ არის ის, რასაც აზრის ჩამოსაყალიბებლად რაც საკმარისია. ამას შეიძლება შეგრძნება კანით და კანზე ვერაფერს ვერ გრძნობ ციხეში. დიდი სკელი კედლები არის კანსა და ჰაერს შორის. შენ ბევრი დიდი გამოცდილებიდან მედია მენეჯერიც ხარ და საკმაოდ დიდი და ღრმა გამოცდილებაც გაქვს. მაგრამ ალბათ საკანში უფრო მეტად ჩაუღრმავდებოდი მედიას. ან მედია მაუწყებლობას, ეთერებს და რას გაგვიწუნებდი. არა, მაგაზე არ ვილაპარაკებ. კაი. არ ვილაპარაკოთ. მაგრამ უბრალოდ არ ვილაპარაკებ. მათ შორის იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაში ხართ თქვენ რომ ეხლა რას დაგიწუნებთ ამას ლაპარაკი უსამართლობა არის არაადეკვატურია და ასე შემდეგ როცა ესე უჭირს მედიას მის გარჩევა ხო იცი რომ შემიძლია ახლა დავჭდე და საათები ვილაპარაკო რა იყო სწორი რა იყო არასწორი არასწორზე კიდევ უფრო დიდ ხანს ხო ეხლა რა იყო სწორის დიდად შეფასება არ ჭირდება ისედაც ჩანს მაგრამ
ეხა ამაზე ლაპარაკი მგონია. კაი, გამოვტოვოთ და ცხადია პროპაგანდისტულ მედიაზეც არაფერს კითხავ, მაგაზე ლაპარაკი. აზრი არ აქვს ლაპარაკი. ისეც გასაგები. შენ რო გამოხვედი ბევრი რამ თქვი, მაგრამ ერთ-ერთ შენს სიტყვებს გავიხსენებ, შეიძლება სუსტი ციტირება ვერ მოვახდინო, აი ლილუაშვილი რო პოლიტიკური პატიმარია. ხო, ეს იმიტომ არ მithქვას, რომ ჩემი ცოლის მოგვარია. ხო. ღარიბაშვილზეც თქვი. ღარიბაშვილზეც თქვი. რა კონტექსტით არიან ისინი პოლიტიკური პატიმრები ახლა? შენ იცი რა დააშავა ღარიბაშვილს? ანუ რისთვის ზის? რა დააშავა შენ რო იცი, ისე შეიძლება ხუთმა კაცმა არ იცოდეს ამ ქვეყანაში. რისთვის ზის ღარიბაშვილი? ღარიბაშვილს სინამდვილეში სუსმა საკუთარი ბრიფინგით ჩემი და თაზოსი და მიშოს და ლევანის რეპორტაჟები ამოუყო მრავალი წლის განმავლობაში მომზადებული. არ ვიცი. მაგრამ ანუ არ იცი რისთვის ზის? ბრალის კვალიფიკაცია ვიცი. მაგალითად რა იცი? უკანონო შემოსავლების ლეგალიზება. ხო, და უკანონო შემოსავალი რა არის? ბიზნესი გქონდაო, როდესაც ეგ არ არის მინისტრი შემოსავალი. ხო, ანუ ნახე, შენც კი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთმა მთავარმა სახელმა ქვეყანაში ყოფილი პრემიერი, ყოფილი ოღონდ 1917 წელს ყოფილი კი არა, ეხა 2 წლის წინ. ბოლოს წინა პრემიერი მოდი ასე ვთქვა. 2 წლის. რისთვის ზის არ იცი? იმიტომ რომ არავინ არ იცის. ზის ლეგალიზაციისთვის, ანუ ლეგალიზაცია არის ლეგალიზაციას ჭირდება წინსწრები დანაშაული. ლეგალიზაცია თავად არის უკანონო შემოსავლის, ანუ დანაშაული ჩაიდინე, ამით მიიღე შემოსავალი და მერე ის გაათეთრე. აი ეს არის ლეგალიზაცია. და ეს კაცი ზის მერე ის გაათეთრესთვის. ხო. პრედიკატი არ არის, ამას სამართლებრივად ეგრე ქვია. პრედიკატი ვერ იქნება, რომ რაღაცა თანხები მოდიოდა რომელიღაცა ღვინის ქარხნიდან, ჯერ 7 მილიონი ღვინის ქარხნიდან. და ის არ დაადეკლარირა. კარგით რა. მე იმაში კი არ მეპარება ღარიბაშვილის დანაშაულები, ბევრად უკეთესად ვიცი. მაგრამ ეს არ არის ჩემი საქმე. ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს საქმე. ღარიბაშვილს არ ღირსებია დამოუკიდებელი გამოძიება, არც ლილუაშვილს და დამოუკიდებელი სასამართლო. იმიტომ რომ აქ არ არის, მაგრამ ეს როგორც სამართლიანად მეუბნებიან ხოლმე, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ბევრია ეგეთი ხალხი, ანუ ჩვეულებრივად, რა ვიცი, სხვადასხვა დანაშაულებზე გასამართლებულები. ხო, მაგრამ ღარიბაშვილი არ არის ჩვეულებრივი და არც ლილუაშვილი, იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიმართ ანგარიშსწორება პოლიტიკური ჩანს რო არის ხო ქვეყანაში. ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ და მათ წინააღმდეგ ქმედებები დაიწყო საგამოძიებო ჭღალებში, იმიტომ რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ. ეს ყველაფერი შკრავს იურისტისთვისაც და კეთილსინდისიერი პოლიტიკოსისთვისაც და მოქალაქეს მაინც აქვს სხვადასხვაგვარი შეფასებების უფლება, მაგრამ პოლიტიკოსმაც ჩემი აზრით უნდა გაბედოს და იურისტმა დანამდვილებით უნდა შეაფასოს სწორად, რომ ეს ხალხი პოლიტიკური პატიმარია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულობა ზოგადად არ ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულობას. სად შეეჯახნენ ერთმანეთს, აი ამ ლოგიკას თუ ავითარებ, არ ვიცი, ბიძინა და ღარიბაშვილი, ბიძინა და ლილუაშვილი. ბიძინა შეეჯახება ყველა, ვინც მისი მონა, ყველა. ეს ასე ამთავრებს ყველა. არავინ ეს კანონზომიერება ამ კაცს ხასიათი აქვს ესეთი. ანუ ლიმონივით გამოწურავს და მე ან ჩურჩას აგდებს. ასე გააკეთე ყველაზე. ასე გააკეთებს ამათზე. ჯერ ყობახიძეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ესე წვიანი ლიმონია. ყობახიძე მალე, არა. არა, თითქმის გამოწურული ბოლომდე. ყობახიძეს ძალიან ცოტა მოვაკ. მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ უბრალოდ ამ დროს და ყობახიძეს თუ დაიჭავს იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც ღარიბაშვილს და ლილუაშვილს უბრალოდ იგივეს ვიტყვი მასზეც. რომ პოლიტიკური პატიმარია. რა თქმა უნდა, ანუ არ შეიძლება, ანუ ორმაგი სტანდარტი, ეს ისეთ საკითხი, ეს არ არის მარტო პოლიტიკის და სამართლის საკითხი, მორალის საკითხიცაა და ჩემ მორალზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. ჩემი მორალი და პროფესიული ეთიკაც და პროფესიული, ასე ვთქვათ, უნარები და ცოდნა და შემდეგ არ მაძლევს ამის თქმის უფლებას უბრალოდ. უბრალოდ არ მაძლევს კეთილსინდისიერებაც. არის და ვერ დავმალო. კეთილი. პოლიტიკური ალიანსი ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად შეიძლება ამას დავარქვათ, რომ მყარად შეიქმნა, მაგრამ პოლიტიკური ალიანსი რო ჩემს აზრით საკმარისად მყარად, იმაზე უფრო მეტად ვიდრე მოსალოდნელი. ამ ეტაპისთვის რაც სიმყარე შეიძლება ეწოდოს, რასაც ძალიან კარგი. შიდა დემოკრატიას თუ მიაღწიეთ მეტნაკლებად. ამას არის შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგეთი ტიპის არის მოწყობა თვითონ, რომ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ყველამ ერთად, ან მე უკვე თუ ამას ვერ ახერხებ, იწყებ განსჯას როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. ბევრნი ვართ,
უმეტესობა იღებს გადაწყვეტილებას. ეს არ არის შეიძლება საუკეთესო, მაგრამ უკეთესი არ მოუგონია კაცობრიობის. ეს პოლიტიკური ერთობის შექმნა იყო ერთგვარი დაკვეთა პარტნიორებისგან? პარტნიორებისგან არ ჯერ პარტნიორებისგან რა თქმა უნდა და პირველ რიგში შიგნით ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან, როცა გაჩნდა ეს დაკვეთა, ჩვენ ამას გავყევით. ხალხი დიდი ხანი ითხოვდა, მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად ეხა გონებაში რაც ამომიტივტივდა შალვა ნათელაშვილთან რომ იკრიბებოდი. არა, მაშინ ხალხი არ ითხოვდა ერთ პარტიას. ყველა დღესაც არ ითხოვს. უბრალოდ უმწიფარი ნაყოფი არ შეიძლება მოწყვიტო. ეს კარგს არაფერს არ იძლევა. და არც ფიქციური გაერთიანებები უნდა აკეთო, იმიტომ რომ რაღაცა მოსავალი საკრეფა გინდა. როცა ეს დამწიფდა, როცა ამის საჭიროება ყველაზე უფრო მეტად შესაძლებელია და დამწიფდა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ადამიანები მზად უნდა იყონ იმისთვის, რომ ერთ ოთახში იჯდნენ და წარსულის ტრაუმები როგორც მინიმუმ წინარიგში არ იჯდეს, ასე ვთქვათ, არ იჯდეს რა წინარიგში არ ქონდეს ავანგარდში. ხო, იმიტომ რომ წარსულის ტრაუმებით გარკვეულწილად ოცნებაც ხეირობს. არა, ამას ვერ ვსულუზავ, ქაშიკ, ამას ვერ ვსულუზავ, იმიტომ რომ ტრაუმების ქვეშ, შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნა ადამიანის ძალიან თანდაყოლილი ინსტინქტია. ეს მეხსიერების საკითხია, ხო? მეხსიერება ერთ-ერთი ფუნდამენტური ხაზია ადამიანის ცნობიერის, ხო? და ზოგადად მეხსიერება სასარგებლოა. ისტორიული მეხსიერება უნდა გქონდეს, რაღაცები უნდა გახსოვდეს, მაგრამ ტრაუმული მეხსიერება ესეც ბიოგრაფიის ნაწილია და მას ვერცად ვერ გაიქცევ, ყველას გვაქვს მეტად ნაკლებად, ქვეყანასაც აქ ამ კოლექტიური ტრაუმული მეხსიერება. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს, ეს ომებია ძირითადში და ამით სარგებლობს ქართული ოცნება, მაგრამ ზოგჯერ ტრაუმას ხელი უნდა გაუშვათ. იგივე მაქვს მე მაგალითად და ბევრი არიზიარებს ჩემს ამ პოზიციას, ქართულ საქართველოს აფხაზური საზოგადოება აი ამ დამოკიდებულებებში ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს არ არის ეს. კი. არც ჩვენ არ გვიყვარს ისინი რა სადღეგრძელოებსაც არ უნდა ვამბობდეთ და მათ ჩვენ მით უმეტეს. და ამ დროის განმავლობაში არც არაფერი გაკეთებულა იმისთვის სიყვარული რაღაცნაირად. ნუ ვიღაცებს ხედვა აქვთ განსხვავებული რომ ჩვენ შეგვიძლია დაბრუნება ამისას შემდეგ სხვა. მე ამას ასე არ ვუყურებ. მე ევროკავშირის ჩარჩო მგონია მთავარი დამახლოვებელი და შემადუღაბებელი. საერთო ინტერესი. აქაც ამას ვამბობ, რომ აი ამ მუდმივად სიყვარულის ძებნის ასაკიდან უნდა გამოვიდეთ რა, ანუ მე უკვე ვარ იმასაკში რომ გამოსული ვარ, ხო, ამიტომ არის მომწიფებული პოლიტიკოსობა კარგი. ამიტომ ვამბობ მე ეხლაც რომ ბევრი რამის გამო, მაგრამ ამის გამოც არ დავუშვებდი შეცდომებს 50 წლის რო ყოფილიყავი მაშინ, ან 45-ის პირობითად როცა მთავრობაში ვიყავი და შეცდომებს უშვებდი, ხო? მეტი დაფიქრებულობის, უფრო მეტი გამოსვლების, უფრო მეტი ცოდნის გარდა ეს არის არა მარადიული სიყვარულის ძებნა, ანუ ამ პარადიგმაზე აგება, გინდა გაერთიანებების, გინდა პოლიტიკის, მაგრამ არც პრაგმატიზმის, პასუხისმგებლობაზე და საჭიროებაზე ვლაპარაკობ. ეს არ არის მხოლოდ პრაგმატულობა ან ტრანზაქციულობა, შემდეგ თუმცა ესეც არის. მაგრამ აი მაგალითად ამ კოალიციაში მარტივი გასაგები რო იყოს, ჩვენ შეკვრა პასუხისმგებლობამ და საჭიროებამ და არა სიყვარულმა. აი აფხაზეთის თემას შენ თავად ახსენე და მინდა რომ დაუბრუნდეთ და ჩაგეკითხო შენი ხედვა უფრო კაფეოდ უთხარი მასალა ფურშლის მაყურებელს როგორია და მე ჩემს დაკვირვებას გეტყვი სხვა შორის ახლახანს აღმოვაჩინე თურმე როგორ გავართ ერთმანეთს აფხაზები და ქართველები ვიზუალურად არ ვიცი შენ დავაკარგო კი ხასიათითაც არ მხოლოდ ვიზუალურად ზოგადად გავართ ერთმანეთს ჩემი ხედვა მე ომს ვერ ვხედავ ვერც სპეცოპერაციას ძალის მიერ განვითარებას ვერ ვხედავ რა მე არ მგონია რომ ამას საზოგადოების დაკვეთა არსებობს ან იარსებებს რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მეტად ვერ იარსებებს იმიტომ რომ აქ თავარი არის მეხსიერების საკითხი ჩვენ თუ ამას ძალიან დიდხანს ვუყურებთ ჩვენ შვილიშვილებს ყველაზე კარგ შემთხვევაში და შეიძლება უფრო ადრე უფრო წინა თაობებს უბრალოდ არ ექნებათ ამის მეხსიერება და რაღაცა მეხსიერებაში თუ არა გაქვს იმისთვის აღარ იბრძვ ეს აბსურდია როგორც ხა მე და შენ ტაოკლარჯედისთვის არ ვიბრძოლებთ იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვაცნობიან ვერ ვაიდენტიფიცირებთ საკუთარ თავთან ხო ისე არ ბრძოლებენ ჩვენი შვილიშვილები აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის ანუ ეს ასე ხდება ხა რამდენი თან უნდა ვილაპარაკოთ ასე ხდება ასე ცხოვრება ასე ვითარდება ყველგან ამით უნიკალურები კი არა ვართ ამ თვალსაზრისით ომით კიდე ერთხელ ვიტყვი რომ მე ამას არ ვხედავ იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ომი
მეცაც გეტყვით, აფხაზეთსა და პოტენციურ ომს შორის მე არა ვარ დარწმუნებული, რომ აფხაზეთს აირჩევს საზოგადოების უმრავლესობა და არა ომზე უარს. ჩვენ ზოგადად ვჯელობთ ხოლმე ფაქტებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი ხელში არ გვიჭირავს. აი 4 ოქტომბერი რო იყო, ან ასე შემდეგ, აი ახაც მეკითხები, ანუ რევოლუცია თუ რატომ რევოლუცია არა და რატომ შვიდობიან და რას ვაკეთე, ეს რევოლუცია, კაი, დაშვება გავაკეთოთ და ზოგადად გონია რომ როცა ასე ვთქვათ, აჯანყება მოვალეობა ხდება, ხო, როცა გართმევენ ყველაფერს და მათ შორის სამშობლოს, მაგრამ ხო ის უნდა შეაფასო რამდენად გააქვს ეს შესაძლებლობა. არა გვაქვს ეს ჩვენ. ამაზე ბევრჯერ გამოჩნდა ეს, რომ არა გვაქვს. გულწრფელი იყო 2003 წელი არ იყო რაღაცა აჯანყების რევოლუცია. ეს იყო სუსტი ხელისუფლების ხუხულასავით ჩამოშლა და ძლიერი ლიდერის სწორი ნაბიჯები დროში და სივრცეში. აი ეს იყო. იქ არ იყო რაღაცა სხვადასხვა სპეცნაზები და სისულელე ამ ორი რეალობის ერთმანეთთან შედარება და არც დაესიზმრებოდა შევარდნაძის ხელისუფლების 11 წელი რომ დააჯამო ქართული ოცნების ერთ წელიწადში გაკეთებული ფული არ გამოვა. ხო არ შეიკრიბება, ხო? აქ ძალიან დიდი ფულია, ძალიან დიდი ფიზიკური რესურსია და საკმაოდ მყარი ინსტიტუციებია, ხო, რომელიც მათ შორის ვარდების რევოლუციის შედეგად შეიქმნა და ეხლა ინერციით მე განვითარდა და ამას ფულიც გაიხარჯა, ხო? ძირგამომპალი კორუფციული სისტემაა და ოღონდ ძირგამომპალი იმიტომ კი არა რომ შევარდნაძე წაიქცეს. არამედ იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია ყველაფერი. თქვენ არ იფიქროთ რომ პოლიციელები რომლებიც არბევენ იმას ფულს არ აძლევენ და ეს ფული კორუფციაა. პრემიას დაარქმევა ამას თუ რა ვიცი იმას საჩუქარს არ აქვს მნიშვნელობა ეს კორუფციული შემოსავალია უკანონობის ჩადენისთვის გაძლევენ ფულს რა მნიშვნელობა აქვს საიდან გაძლევენ ხო ჩვენ გვაქვს არჩევანი თანაზომადი მშვიდობიანი გზებით მუდმივი პროტესტი და ხედავთ ხო ნელ-ნელა არის მართალია ეს განვითარება მაგრამ დრამატული რაღაცები ხდება ხო თუნდაც ბოლო ნახევარი თვე რო ავიღოთ მეორე მხარეს ლაპარაკობენ ადამიანები და შეფასებას გთხოვენ ამ ქმედებას რევოლუციური სცენარი და ბოდიშ თქვენ ტრაკი გვაქვს ამ რევოლუციური სცენარის ვინც გადაგებდა ამას ყველაფერს აჩვენა რომ ქონდა ეგ ტრაკი აღმოჩნდა რომ უკაცრავად არაფრის ტრაკი არ ქონიათ და აღმოჩნდა რომ დიდი ანუ მოდი არც ტყუილს ვიტყვი არც არაფერს სხვას ჰაერის ბუშტი აღმოჩნდა ხო და ჰაერის ბუშტს მე რატო შევაფასებ ამ შემთხვევაში გულისხმობთ 4 ოქტომბრის ლიდერებს? ლიდერებს არ გულისხმობთ. ან შესაძლოა თუ გინდა ეგრე გაიგეთ, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ როცა მაფასებ, ნუ ახლა ხალხმა ხო ზოგადად რაღაცა ნებისმიერი კრიტიკული შეკითხვისთვის ხო მათ შორის ჩვენმა საერთო მეგობრებმაც ხო გადაჯეგეს ყველა. და ეს ყველას ახსოვს ოღონდ მე ყველა მიცის რომ არა მაქვს ბოროტმეხსიერი არა ვარ რუსული სიტყვა რო თარგმნათ ხო ზლაპამეტნე ხო მაგრამ ბევრ ადამიანს ეს ახსოვს და ახსოვს ძალიან კარგად და უბრალოდ ძალიან ძიმედ ისეთი უსაქციელობა დაემართა ბევრ ადამიანს რომ ერთი კრიტიკული შეკითხვისთვის უბრალოდ გადათელეს ადამიანები და რა მივიღეთ საბოლოო ჯამში კინაღამ წაიქცა მთელი პროტესტი მე როგორ გადარჩა იმასაც ვერ ხვდები და აბსოლუტურად სწორი იყო არჩევნებთან დაკავშირებით პრეტენზიები და ასე შემდეგ და ხო გადაჯეგეს ისინი ვინც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა ხო მაგრამ აქეთ რაც მოხდა ეს ნაკლებ საფრთხის შემცველი აღმოჩნდა შედეგობრივად არა მე გეტყვით რომ უფრო უარესი დაზიანება მოიტანა საპროტესტო ამბის იმიტომ რომ არჩევნებში უკვე მორჩენილი იყო იქ გარკვეულწილად შეიძლება მიზანიც ეს იყო და არა მგონია არა ეს რომ ჯეროდეს მაშინ ვიტყოდი არა გულისხმობ რომ მიზანი ის იყო და ეს ხალხი აზიანებდა არა იმ ხალხის მხრიდან არა ეს იყო უპასუხისმგებლობის არასერიოზულობის და მხრიდანაც ეს იყო მიზანი და ამიტომ იყო ასე ვთქვათ მიუშვა ანუ მე ვიგულისხმობ რომ ქართული ოცნების მიზანიც ეს იყო რომ მაქსიმალურად მიეშვა ებლატავა ასე ვთქვათ ხმებს რომ შემდეგ რაღაცნაირად პროტესტში ხინჯები გაჩენილიყო შეიძლება მაგრამ მე არ მინდა იმის მე და მუშაობდით და ცოტა არ იყოს გული შეგვიწუხდა როდესაც მივხვდით რა როგორ დამთავრდებოდა მე ამას ვუყურებ ტელევიზორით თქვენ ამას არ უყურებთ ტელევიზორით ტელევიზორი კრупნი პლანით გაჩვენებს სახეებს ადამიანებს იქ ჩემ ძალიან ახლო მეგობარი იყო ერთი ძალიან ახლო მეგობარი იდგა ჩემი რომელიც ძალიან მიყვარს მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული 100 და სხვადასხვაობისა, მაგრამ ნუ არ აუშვებს 100 და სხვადასხვაობას. და მეგონა რომ ინფარქტი გამარტყავდა. იმიტომ რომ ხედავდი რომ ადამიანი უბრალოდ შეიძლება მოკვდეს ეთერში, მურთაზზე ვლაპარაკობს ზოდელავაზე. რომელიც არსად არ გაიწია, იმიტომ რომ მე ვიცნობ მურთაზს. არსად არ გაიწია, არ წავიდა რა კიღა, თქვა იყო იქ ბოლომდე. ესეთია ეს კაცი. და მოიქცა კეთილსინდისიერად. იმიტომ რომ ესეთი
ბიჭური ბიჭია საბოლოო ჯამში. შეცდომა დაუშვა, დარწმუნებული ვარ და ვერც დავმალავ ამას, გონია რომ შეეშალა, მაგრამ ურთას შეეშალა, დანამდვილებით შემიძლია თქვა. სხვებზეც ესე ვფიქრობ და ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ესე იყოს. მაგრამ ბოლომდე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც იყო და არავინ და არაფერი არ მიუტოვებია. მაგრამ მე კიდე აღამგული გამისკდა, არა მარტო იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი იყო, არამედ რომ ვუყურე სასოწყარკვეთას, მათსასაც და ადამიანებისასაც. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ ხო ჰაერი იყო თავიდან, ხო გასაგები იყო რომ ჰაერი. თუ რამეს გისაყვედურებდით, სხვა შორის ამას. რა კიღა აქამდე მოვედით ჩვენ, იმიტომ რომ არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი. მე ვიტყოდი პოლიტიკოსებზე არანაკლებ პასუხისმგებლობა, გულწრფელად გეუბნებით. შენ გულისხმობ არაუშუალოდ ხაზად ამისთვის. არაუშუალოდ 4 ოქტომბრის საღამოს ამბობ, არამედ 4 ოქტომბრის საღამოს არაფერი არ მოხდებოდა. ისედაც ცხადია რომ არ მოხდება. თემას რა თქმა უნდა. თქვენი პასუხისმგებლობაც არის იმაში. კი, მეც გეტყვი მაგ ნაწილში. არ შემიძლია არ დაგეკითხა. მოდი ასე ვთქვათ, საპლის ბუშტი ხო თქვენ გაბერეთ. პოლიტიკოსები, რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად. უცხოელები ვიყოთ, აი მითხარი, შენ მაინტერესებს. ახლა მე გადმოვალ შენს ინტერვიურებას. ხო, მედია პლატფორმამ დიდი დრო და რესურსი დაუთმო, მაგრამ ზოგადად ეს არ იყო დიდი დრო და რესურსი. ეს იყო დაბუსტო ამის. მე არ გეუბნებით, რომ ეს არასწორია. მაგრამ მედია როცა მიუბრუნდა ამის მერე პოლიტიკოსებს და ეკითხებოდა რომ აი სად იყავით, რა იგულისხმებოდა, რატომ მოხდა ესე? არა, ჩვენ გქონდა ინტერვიუ სხვა შორის ამავე სტუდიაში, ამავე გადაცემისთვის, ვიდრე დააკავებდნენ რამდენიმე საათად ადრე. აი ამით რომ მიუბრუნდით პოლიტიკოსებს, ეს არ იყო სამართლიანი. იმიტომ რომ საკუთარ თავს არ მიბრუნები ხართ. საკუთარ როლზე და პასუხისმგებლობაზე ამ ნაწილში არ გილაპარაკიათ. და მე არ ვიძახი რომ აუცილებლად უნდა გელაპარაკოთ, მაგრამ მაშინ არც პოლიტიკოსებისთვის არ უნდა გეკითხათ ამ ინტენსივობით და ამ ტონალობით. გულწრფელად მე ესე მგონია. კი, მე არ მეკითხავს, თუმცა ვიყავი მედიაში ასე არ მოვიცავდი, მარტივად გეტყვით. მე როგორც ჟურნალისტი, ნიკა გვარამია მედიაში ესე არ ვიზავდი. არც პირველ ნაწილშიც არ ვიზავდი, ოღონდ და აი პირველ ნაწილში რას იზავდი, როგორ გამოტოვებდი ამ თემას, როგორ არ არა, კრიტიკულად გავაშუქებდი. არა, ეხლა კითხვის დასმა შეიძლება რა მოხდება და თვალს ჩაგიკრავდა, მოდი შენთან ახავ, ამას ახლა არავის არ გაუტარებდი. თუმცა ეგ ხო გამორიცხულია. გეთანხმები, თუმცა ვერ მივიღებ ჩვენ შაბათის ფორმულას ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენ კრიტიკულ კითხვებს ვსვამდით მათ შორის. შეფასება იქნება და კრიტიკული, თუ ვერ მივიღებდი. ნახე, ადამიანები მივიდნენ სანახაობაზე და ორგანიზატორების თუ სხვების მოლოდინი რომ აი მივიდნენ და არ იბრძოლეს, საბრძოლველად იქ ხალხი არ იყო მიწვეული. ხალხს უთხრეს რომ მოდით და ნახავთ და მოდით და ნახავთ არის კინოსეანსი. და იქ მივიდნენ საყურებლად. მოდით და ნახავთ ნიშნავს რომ მოდი და უყურე. აი ეგ არის ამბავი. ყველა თავის პასუხისმგებლობით იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე 4 ოქტომბრის ლიდერებზე, რომლებიც პატიმრები არიან, აუცილებლად მინდა მათ მიმართ ჯერ მოვიკითხო და ძალიან მღელავ მათ გამო. ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პატიმრები არიან, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია რო არა. მაგრამ ასევე მინდა ვთხოვო, მოუწოდო, ვურჩიებთ როგორც გინდათ იფიქრონ საკუთარ ფსიქოლოგიურ წონასწორობაზე. ჯერ ერთი აზრი არ აქვს ახლა იმაზე ფიქრს, რატო გავაკეთე, რატო შემეშალა, ეს ხალხი რატო შევიყვანე, ჩემ გამოციხეში აზრი არ აქვს ამაზე ფიქრს. ერთი, ეს ვერაფერს ვერ შეცვლის, გარდა თქვენი ცუდადყოფნისა. ორი და მესამე, ეს არ არის თქვენი ბრალი. ეს შეიძლება არის თქვენი რაღაცა უპასუხისმგებლობა ან რაღაცა რეპუტაციული დარტყმა შეიძლება, მაგრამ არაფერი არ არის ისეთი, რაც არ აღდგება და არ გამოსწორდება პოლიტიკას. თევზის მეხსიერება აქვს, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. არაუშავს, მეგობრებო, ხდება, მეორეჯერ არ მოხდება სამაგიეროდ. კეთილი, საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა ეს ნაწილი, შეფასება შენი. დღეს მოსკოვის მექანიზმი ერთგვარი განაჩენი არის ქართული ოცნებისთვის, ამაზე ვცლად არ მინდა ვისაუბრო. ძალიან მრავალგვარი განაჩენი არის. თუმცა დღეს კობახიძემ ცოტა შეცვალა რიტორიკა და ესეთი რამეც თქვა, რომ ცოტა არა, ძალიან. ნახევარზომებით სიარული დაგიწყია, არ გიყვარდა წინა. კეთილი, ძალიან შეცვალა, მაგრამ ესეთი რამ მოგითხრათ თქვენ, რომ აი გვაღიარეთო და მე დაგელაპარაკებითო და გინდათ ზოგადად მათ თალაპარაკი. მე უპასუხე დღეს. არა, ლაპარაკი გვინდა ხელისუფლების გადაბარებაზე. მიგვაჩნია, რომ საჭიროა გიჟები არა ვართ ჩვენ და ქვეყნის სტაბილურობა ჩვენთვის უნიშნელოვანესი რამ არის. რა ვიცი, აქამდე ოპოზიცია არ არსებობდა, ეხლა ძირითადში ალიანსზე მიდის ლაპარაკი. მერე გვაღიარეთ, ამიტომ აღიარებასაც არ ქონდა მნიშვნელობა, არ იქნება ეგრე. ვერ ვაღიარებთ იმას, რაც არ არსებობს.
ანუ მარსიანელებთან ლაპარაკის ფაკულტეტით ვერ დავიწყებთ მარსის აღიარებას. ჯერ მარსიანელი უნდა ვნახოთ და მე შეიძლება მათი ენა შევისწავლოთ, ხო? ეს ასევე ქართული ენის მოტივებზე რო ვთქვათ. რა ქვია რაღაცა რო დაარქვეს ასტროლინგვისტიკა. საოცარი ისტორია ეს ნამდვილად. ანუ მათ არჩევნები ხო ჭირდებათ იმისთვის, რომ ლეგიტიმურობა მოიპოვონ. ჩვენი აღერებთ ეს აღარ მოხდება ჯერჯერობით. შეგვიგონა ამაზრს. პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ არ მოხდება ეს ამბავი. პატიმრებს არ აქვს ჩვენს მიერ ჩვენ ვერ მოუპოვებთ მათ თავისუფლებას და უდანაშაულობას. ისინი უდანაშაულო ხალხია და მათ ეკუთვნით თავისუფლება. აი როცა რაც ეკუთვნის ხალხს იმას რომ მიიღებს და ეს ჩვენ მონაწილეობის გარეშე უნდა მოხდეს. მე ვიფიქრებთ თემატურ რკალზე იმისა რა ვილაპარაკოთ. საერთოდ ვილაპარაკოთ თუ არა და ასე შემდეგ. ჯერ დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში ქართული ოცნება, ვიდრე ყველა დაჭერილი ეყოლებოდა და ყველაფერს აშინელებას კანონს დაარქმევდა. აი ამ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდება, მე ვნახოთ. მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ეს რეალური არჩევნებია. იმას, რაც დღეს შეიძლება იყოს დღევანდელი კანონმდებლობით ან დღევანდელ ვითარებაში, პარტიების აკრძალვის პირობებში, პატიმრებს და იმას საერთოდ აღარც ვლაპარაკობ, დაშვებაც კი არ მაქვს, ხო? ხალხის ანუ რაღაცა საბოტაჟის საქმეების, ან დამოკლეს მახვილის ქვეშ უნდა ვიჯდა და თან არჩევნებზე იმას გავდიოდე, ხო? ახლა ეგ როგორ ხდება ერთად? პარტიების აკრძალვა, ანუ ამგზალავენ თუ არა, რო არ ვიცი ბოლომდე. ხო, თან ფურცელი ჟონავდეს, ამას ყველა ხედავდეს და მაინც არ ჟონავდეს. ანუ ეგ და კიდე ესენი რო დაემატება, ხო? და არც ერთი ეს რა ქვია, ემიგრანტი რო ხმას არ მისცემს. რა ვიცი, ახლა ხო არ უცეკო კიდე შემთხვევით. მოსკოვის მექანიზმი უროსავით განაჩენია, მოდი ესე გეტყვი ამჯერად. ესეა ეს. და ამას გვერდს რო ვერ აუვლიან, აი ამაზე უფრო კარგად და ლაკონიურად შენგან შეფასებას ვითხოვდი. არა, ეს ამას არაფერი აღარ ეშველება. ამას აღარაფერი აღარ ეშველება, ისეთი მძიმეა რომ მე არ მოველოდი, მართალი გითხრათ, ანუ სიმძიმეები მე კი ვიცი და მათ შორის ჩვენ ნამუშევარიც არის, ჩვენს გაგზავნილი გვაქვს ანუ ჩვენი პოზიციები ამ გაგზავნილი გვაქვს რა, ან ფაქტები და ასე შემდეგ, ხო? მთავრობას ძალიან ბევრი. და ნახე ეს პოზიცია უსუსტესი. ნუ სამარცხვინო ტყუილები რა, უსუსტესი უბრალოდ წერაც არიციან საქმეც მაგაში. წყულუკიანის დასკვნა არავის არ ემახსოვრება, უკვე აღარ ახსოვს უბრალოდ. აი ეს არის საქართველოს ისტორიის ნაწილი 90 თუ 100 გვერდია. და მათ შორის ის 100 გვერდი თუ 90, რომელიც მთავრობამ გააგზავნა. ისიც საქართველოს ისტორიის ნაწილია, ოღონდ იმგვარი როგორიც არის. ამას არაფერი არ ეშველება, წამება, სახელმწიფოს მიტაცება, ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს ვერსან ვერ წავა. ამას სისხლსამართლის საქმეები ქართული ოცნებისთვის უკეთეს შემთხვევაში მოყვება ქვეყნის შიგნით. ქართული ოცნებისთვის უარეს შემთხვევაში მოყვება საერთაშორისო სასამართლოში. და ბიძინა ივანიშვილი მიიყვანეს ჰააგის კართან. მიიყვანა ყობახიძემ. ყობახიძემ ცოტა და ზედაპირულად ესე ნაურაზე კი არ შეცვალა რიტორიკა, არამედ საფუძვლიანად. კი, იმიტომ რომ შიშიო ხერია, ძალიან. ძიმე დასკვნა, პირდაპირ გეტყვი. ძიმე ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი თან. ეს არის მტკიცებულებითი დოკუმენტი, აი სამართლებრივი არ არის, ამბობენ ჯერტი არის, იმიტომ რომ სამართლებრივი შეფასებებია. და არის მტკიცებულებითი დოკუმენტი, რომელსაც ძალიან მაღალი ძალა ექნება ნებისმიერ საერთაშორისო უწყებაში. ნებისმიერში. და თან ხანდაზმულობის გარეშე. იმიტომ რომ ისეთი დანაშაულებია, რომ არა ხანდაზმულობა. იმიტომ კი ვეღარ გავლენ ქვეყნიდან, რომ ვიზები არ აქვს. იმიტომ რომ ისეთი დანაშაულებია, რომ ნებისმიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხის დადგმის ტრანზიტული რეისის შემთხვევაშიც კი ვალდებულია ეს ქვეყანა რომ დაიჭიროს. ვინც კიდე ის იყოს, რომელი თანამდებობის პირიც. ეხლა ამას ხო ქვია პარიობა, ხო? ამას ქვია, ხო, პარია, ანუ ხელჩამოურთმეველი ეგრეთ წოდებული, ხო? ამაზე უარეს რა უნდა დაემართოს ეხლა იმას რა ვიცი, რა ქვია. ომარ ალ-ბაშიდივით რომ უნდა ირბინონ, ისე რომ კუნძულიდან კუნძულზე უნდა გადახტენ, რა ვიცი, ახლა ირანიც აღარ იქნება უკვე ეგეთი კუნძული, მარტო რა ვიცი, რუსეთ-ბელორუსს შორის უნდა ირბინონ, ხო? თუ რა ვიცი, კიდე იქით აღარ დარჩა მე მგონი, მარტო ივანიშვილი და ლუკაშენკოც აღარ დარჩება მალე როგორც ჩანს. ხო და ეს ამბავი ეგრე ვეღარ დამთავრდება. და ბიძინა ივანიშვილი რა ახლა ყობახიძეს იმას უზავს, რასაც ანუ ახლა ყობახიძის ფაქტია, მაგრამ ეს მას ვეღარ შეიძლება რაღაცას უფრო ოპერატიულად ხედავ, ხო? ამ ძალიან დააჩქარებს ამ მიმართულებით სულას. ძალიან. თუ საბოლოო ჯამში ხა სიმართლისთვისაც რო ითქვას, რაც შეიძლება, ანუ
იმაზე უარესად მუშაობა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის გუნდი მუშაობს ბოლო 2 წელიწადია, უბრალოდ შეუძლებელი. არა, ეგრე იმუშავებს, რა ვიცი, საბავშვო ბაღის, რა ქვია, მოსწავლეებიც. ყველა კანონს რომ მიიღებ, აი, ფეხს თუ გადავადგავ პროტეზზე, ფეხის დაგმას რო აკრძალავ, შემდეგ დღეს ვინც ლაპარაკობს, ვინც შენ წინააღმდეგია, ყველას რო დაიჭერ, ტელევიზიებს რო გააკოტრებ და ასე შემდეგ. და ასე ჩააცხრობ სიტუაციას, უბრალოდ ეცდები და მაინც ვერ ჩააცხრობ. ხო და კვერცხის ფას დაწევას რაღაცა დროშად გამოაცხადებ შენი მთავარი ვალდებულება 3-4 თვის განმავლობაში და მაინც ვერ დაწევ რაც თავარია ხო ამას ხო რა ქვია ამას ნიშნავს რომ მთელი ზიანი შეიზილეს და რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ბიძინა ივანიშვილს ეძილება ეს ზიანი ეს მორჩენილი ამბავია უკვე ტოლობის ნიშანი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება ეს ბიძინა ივანიშვილის გამსახურება და ჯერ სიმართლეა და ეს მთელი ყველაფერი შეიზილეს და ბიძინას რა ეშველა ამით. ბიძინას რა, აი მოდი გულწრფელები რო ვიყოთ, ხო, ბიძინას რა ამით. არაფერი. ბევრად უფრო შორსაა თავისი ფულისგან, ვიდრე მანამდე იყო. აი იმ ფულისგან რომელსაც ვერ იბრუნებს და ისეთ პირი უჩანს, რომ საერთოდ აღარასოდეს ვერ დაიბრუნებს. ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქვეყნის შიგნითაც და მით უმეტეს გარეთ, ვიდრე იყო. და ააგერ ახლა მთლად, ააგიდან ლამისარი გადმოსძახონ. შემოიარა ერთი მოცალეობის ჟამსო. ჯერჯერობით მოცალეობის ჟამს და მე ჟამსაც განუსაზღვრავ. ჩვენ ვაპირებთ სერიოზულად გაზრდას საპროტესტო მუხტის გამრავალფეროვნებას, გეოგრაფიის გაზრდას და ნუ ეხლა რაც ხდება საერთაშორისო მასშტაბით, ნუ აქაც რაღაცა როლი ჩვენი არის, მოგრძალებით ვიტყვი. და კიდევ უფრო მეტი იქნება. საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო პოლიტიკოსები რაღაცა ფრაგმენტულად გაფანტული ფერტვებით კი არ დაგელაპარაკებიან, რაღაცა ერთად დაგელაპარაკებიან. სწორი, რომ ერთი პირი ლაპარაკობდეს და არა სხვადასხვას, არამედ ანუ ასე ვთქვათ, შეკრულ მესიჯს, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის ამბავი, რომ ხალხს ეს დამატებით ძალას აძლევს, აიმედებს, ძალიან ბევრი, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და ადამიანებს ძალიან მოწონთ ეს ამბავი. იმათ გარდა, ვინც აქამდე იძახდა, რომ ოპოზიცია ცუდია, იმიტომ რომ არ ერთიანდება და ეხლა გავერთიანდა და იძახის, რომ ეს რა გაერთიანებაა. აი ესეთ და ოღონდ ეს ხალხი ძირითადად პოლიტიკოსები არიან თავადაც. თავად, რომლებიც ციხეში რო ვიჯექი, დაახლოებით ყოველ დღე ეთერში იყვნენ, დაახლოებით იმას ყვებოდნენ, რომ როგორი არაფრის მაქნისია ოპოზიცია და ძირითადად ციხებში მждარებს პირველ რიგში გულისხმობდნენ ხოლმე. ოღონდ თვითონაც ოპოზიციონერები იყვნენ. უკვე აღარც ერთი პარტიის წევრები, იმიტომ რომ ალბათ ამაზე მაღლად განან, მაგრამ ძირითადად თვითონაც და ვინ უშლით ხელს, რომ თვითონ გააკეთონ. თვითონ იყვნენ ფუნქციური ოპოზიცია და ყველა დანარჩენი რო ცუდია, თვითონ გააკეთე და შეინքდები, რა ვიცი, წამყვანი ყველაფერი, რა ვიცი. ჩვენ პოლიტიკა მგონია რომ ამბობენ რომ საქართველოში პოლიტიკა მოკვდა. პოლიტიკა მაშინ მოკვდა საქართველოში, როცა არჩევნებმა აზრი დაკარგა. თუ პარლამენტში ის რაც ხდებოდა, წინა პარლამენტში ის პოლიტიკა არ იყო. პოლიტიკაში ოპოზიციას პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას თუ აზრი არ აქვს. აი არანაირი აზრი არ აქვს. გარდა იმისა, რომ ვიღაცა სანახაობით გულს მოიფხანს და ან რომელიღაცა ჟურნალისტი კარგადაცემას გააკეთებს და ხალხს რა, პოლიტიკა არის ხალხისთვის შედეგის მოტანაზე ორიენტირებული რამ. ეს სახელმწიფოს მართვა. და არა პარლამენტში სანახაობა. კი, პარლამენტში სანახაობა არის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ პროცესი არის პოლიტიკური, ესე მიმდინარეობს. შედეგზე ზეგავლენა არის ოპოზიციის აზრი პარლამენტში. და თუ აზრი არ აქვს, აი გინდა 77, 75-ზე ყოფილიყო და გინდა 60-90. ყოველთვის ერთ და იგივე შედეგი დადგება. მაგრამ შევიდოთ პარლამენტში მაშინ და ჩვენი ოფისებში იქნებოდა მეტი ფულით, ნუ ალბათ ტელევიზიებსაც ოდნავ მეტი ექნებოდათ, ხელფასებს ავიღებთ. მერე გარკვეულწილად იმიჯურად ბოლომდე დაზიანდა ქართული ოცნება. ეს მოიტანა. ქართულ ოცნებას პატრონი აუფეთქდა. ძალიან დიდ ბოდში გადატანითი და პირდაპირ მნიშვნელობით პატრონი აუფეთქდა. ნამდვილად ესე მოხდა, ხო? დაზიანდა კი არა, ლეგიტიმაცია დაკარგა. მორჩენილ ქართულ ოცნებას არავინ გამარჯვებას როგორც ხელისუფლებას არ ეუბნება. და ის რომ უბრალოდ ელაპარაკებოდნენ მხედრიანსაც საქართველოს ხელისუფლება რო ჩაიგდო ხელში. იმიტომ რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებლებს ყოველთვის ელაპარაკებენ, ან ესალმებიან უბრალოდ ხელს აუწევენ და მე ამაზე შეიძლება თოქ-შოუ მოგვიწყდა. დიდად აღწ ელაპარაკებიან მართალია, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ სცადეს დალაპარაკება სერიოზულად, მაგალითად ირანის საკითხი იყო ბოლოს ამერიკაში როგორი თანამდებობის პირი ჩავიდა და მათი ჩამოსვლის მერე ბიძინა ივანიშვილმა ამას ყველაფერს იმით უპასუხა, რომ თბილისის ცენტრში ანძა გაანათა აიათოლების ირანის დროშის სფერებში. აი? ეს ამბავი არის.
კეთილი. მოკლედ კიდევ ერთი საკითხი მინდა რომ შენთან დავაზუსტო. გვაქვს ინფორმაცია რომ მუშაობ იმ საკითხზე რომ შესაძლოა რაღაც ფორმით მთავარი არხი დაბრუნდეს. კი. მუშაობ, მარტივი არ არის. მარტივი არ არის. თან იმ ფონზე რომ ორ არსებულ ტელევიზიას ძალიან უჭირს. და მე რო არ დაგიმალოთ, ვცნობ ჩემს ესე ვთქვათ რაღაცა ფორმით ვალდებულებას რომ ამ ტელევიზიებსაც თუ რამე შემიძლია იქნება დავეხმარო. და პრინციპულად ამას საერთოდაც არ გამოვრიცხავ პირიქით. მაგრამ თავარი არხი, ნუ რო აღდგება ახლა ამაში საერთოდ არ უნდა ეპარებოდეს არავის, მაგრამ რასის სწრაფით, ვნახოთ, ნუ თავარ არხს ძალიან გავლენიანი Facebook page-ია, ყოველ შემთხვევაში Facebook და YouTube მაუწყებლობის აღდგენა ძალიან დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ეს სავარაუდოდ მოხდება. და ტელე ძალიან ნაკლია მთავარი არხი ჩემი აზრით. და ტელეეთერშიც მედია ლანდშაფტს. და ნუ ეს უფრო რთულია, მაგრამ სავარაუდოდ ვეცდებით ყოველ შემთხვევაში. ვნახოთ რამდენად გამოვა. ძალიან რთულია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან შეზღუდული არის ფინანსური რესურსი, ესეთი შეშინებული, გადაპრესილი, გადაუთოვებული ქართული ბიზნესი მე არ მახსოვს. მართლა არც ყოფილა, ვერ მემახსოვრება, ხო? ნუ გარდა არა ფორმალური ზეწოლებისა, ნახეთ რა ხდება, რა ბოთლების აკრძალვა. პლასტიკის ბოთლი არსად არ არის აკრძალული. არსად. და მე მაინტერესებს კოკა-კოლა როგორ მაგალითად კოკა-კოლა როგორ უნდა გაიყიდოს. ან ქართული ლუდი რანაირად გაიყიდება? ქართული ლუდის მუღამი ხო რა არის? ამ ქვეყანაში ყველა იმ ლუდს ხო არ სვავს, რომელსაც მე და შენ სვავთ. სვავენ 2 ლიტრიან თუ 3 ლიტრიან ჩამოსასხმელ ქართულ ლუდს. ჩამოსასხმელს კი არა, როგორც ან ჩამოსასხმელს, ან რაღაცა სხვანაირს, ხო? ეს ვეღარ იქნება. და რატო ვეღარ იქნება, ოღონდ ვერავინ ვერ ხსნის. იმიტომ რომ არ დააგდონ ქუჩაში პლასტიკი და რა ვიცი, დააგდებენ სხვა რამეს, სხვა სტიქს. არა აქვს მნიშვნელობა. ხო? ანუ რაც აბინძურებს იმის ამოღება ბრუნვიდან სიგიჟეა. და პრაქტიკულად ყველაფერი აბინძურებს. შუშა არ აბინძურებს, შუშს არ დააგდებენ თუ როგორ ასაქმე. ან 2 ლიტრიანი ბოთლი, ანუ აღარ იარსებებს, ხო? იმიტომ რომ 2 ליტრიანი შუშის ბოთლები არ არსებობს. მაგალითად, კოკა-კოლას ძალიანაც რომ უნდოდეს და გააკეთოს 2 ლიტრიანი ბოთლი, ვერ გამოიყენებს. იმიტომ რომ თავის ბრენდბუქში არ აქვს, საერთაშორისო ბრენდია ეს და ქართული კოკა-კოლად რაღაცა ბოთლს ვერ გამოიგონებს. ხო იცით? ანუ ფრენჩაიზია როგორიც არის ბრენდბუქით ეს თუ რაღაცით ეს ბოთლები ისეთი უნდა იყოს აქაც. რა мотивация აქვს? ჯერ ნახე რისი ხარჯი იზრდება. ჯერ ბოთლი შუშე პლასტიკის შუშაზე შეცვლა ნიშნულოვნად ზრდის 10-15 თუ არა 20%-ით და გაკოტრებას უხადის ყველა პატარები ცირები. საიდან მოვა ეს ბოთლები? ანუ წარმოიდგინე რომ ხაზი უნდა ჩამოიტანო ინვესტიცია გაწევს და ინვესტიციას რო გაწევს, საიდან მოდის ინვესტიციას როგორ ამოიღებს ბიზნესი? მომხმარებლის ხარჯზე. მე 2 ლიტრიანი კოკა-კოლა რო იყიდება ის 4.5 ლიტრიანის ფასად კი არ იყიდება. უფრო ნაკლებ ფასად იყიდება, იმიტომ რომ მეტი არის გასაღება. ეხლა მაგას ვერ გააკეთე. ანუ კიდე გაძვირდა ფასი. გადატანის ამბავი. ხო უნდა მიიტანა ეს 2 ლიტრიანი ბოთლებით ბევრად მეტის მიტანა შეუძლია, რა ქვია, იმ დისტრიბუციას, ვიდრე 9 ლიტრიანი ბოთლებით, ხო? აგერ კიდე გაიზარდა ფასი. რა საპირებენ? საერთოდ მართლა მაინტერესებს. ან რატო აკეთებენ ამას, ხო? არაფერი, გიჟები არის. კეთილი, ძალიან საინტერესო იყო, მთავარ არხს ველოდები, ძალიან და კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი მალე მოხდება და ვიდრე ინტერვიუს დავამთავროთ, რაღაც უნდა გაჩუქო. მე საჩუქრების კეთება უფრო მიყვარს ვიდრე მიღება, მაგრამ აბა რა არის? ერთი წამივხვდა. სხვა არის. ინტერვიუს ჩაწერისთვის რომ დავიგეგმეთ, მანქანას რო ეცხავდი და თან არაგვის ჭალაში ვსეირნობ ხოლმე და ვიფიქრე რომ შენთვის ქვა უნდა მეჩუქებინა და ბევრი ვარჩიე, სხვათა შორის და აი ეს კონკრეტული ქვა აგირჩიე. რომელიც გავს გულზე დამადე ფაქტიურად ქვა. არ არის გულზე დასადები ქვა. რომელიც გავს ნიჟარას, ფინალებს და თუ უკანა მხარეს შეხედავ. ეს შენ დაახატე ეს. არა, ბუნებრივად ეგრე აქვს, მე როგორ დავახატავდი. და უკანა მხარეს თუ შევხედავთ, ერთგვარი ატომური აფეთქებაც არის და სოკოც. არ ჩავსავთ. მე მაგას მივხვდი რომ არ ჩავსავთ. როგორ არ ჩავსავთ? ძალიან დიდი მადლობა ნიკა. წარმატებები. ალბათ შენც. მადლობა.